რიგში იცვლება ის, რომ ის მოთხოვნა, რომელიც მოდიოდა ჩვენი აუმრჩევლისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან, იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია აუცილებელია წავიდეს ერთმანეთთან კომპრომისზე, აჩვენოს ხალხს, რომ მათ შეუძლიათ ერთად დგომა, ისეთი განსაცდელის დროს, რასაც ქართული ოცნების მმართველობა ჰქვია და ხალხი ელოდებოდა ამას და ამბობდა, რომ ეხლა თქვენი ჯერია გვაჩვენოთ ეს, ჩვენ ეს შევძელით იყო აზრთა სხვადასხვაობა. შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ეს ადვილი მისაღწევი შეთანხმება იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ როგორც ხედავთ, აი ეს პარტიები ამ ოპოზიციის ალიანსში დღეს ერთად არიან, მათ შორის ჩვენ, თავისუფლების მოედანი. ჩვენთვის ეს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სწორედ აი ამ საერთო მოცემულობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, რთული რატომ იყო, თუ შეგიძლიათ? რთული იყო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ველოდებოდით იმ პროპაგანდის მანქანის ამუშავებას, რომელიც შეეცდებოდა ყველას კოლექტიურ ნაცმოძრაობად მოხსენიებას. და მოგიხსენიეს კიდეც, აი ვოლსკის სიტყვები წავიკითხე წეღან, იგივე გენპროკურორი, იგივე გენმდივანი, იგივე მინისტრი, იგივე პოლიცსაბჭოს წევრი და ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილთან დაკავშირებულები უბრალოდ მას გამორჩა ცხადია მიზანმიმართულად, რომ აქ იყო თავისუფლების მოედანიც, რომელიც არასოდეს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი წევრი. დიახ, და არც მისი ლიდერები ან წევრები, მნიშვნელოვანი წევრები არ ყოფილან არც ერთ ხელისუფლებაში. ყოფილან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არასოდეს ხელისუფლებაში და ეს იმ დროს ჩვენი არჩევანი იყო, ჩვენ თვლიდით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის საშუალებით მოვახერხებდით საქართველოში დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებას და იმ რეფორმების გატარებაში ხელშეწყობას, რომელსაც ესა თუ ის ხელისუფლება ატარებდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას გაუჭირდება თავისუფლების მოედნისთვის ამ იარლიყის მიკერება, მაგრამ ამას შეეცდება. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ზუსტად იმიტომ ვართ დღეს და გადავწყვიტეთ აი ამ ერთობაში, ამ გაერთიანებაში, რომ ქართულ ოცნებას ეკალივით შეესოს თავისუფლების მოედანი, როდესაც დაიწყებს დისკუსიას იმაზე, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა ნაცმოძრაობა, კოლექტიური ნაცმოძრაობა და რაიმე ამის. ხო, თქვენ შემთხვევაში ამის მტკიცება ძალიან გაუჭირდება, თქვენ ბრძანეთ, რომ არ იყო მარტივი ამ გაერთიანების შექმნა, იყო საკმაოდ რთულიო, სულ რაღაც 2 კვირის წინ ჩვენ მაგალითად ხედავდით თავდასხმებს თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მათი პატიმრობაში მყოფი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სხვა შორის რეაქციაში ლევან ცუცქირიძის სტუმრობას მოყვა მათი ეს. ალბათ ამ სირთულეებში, ამ ურთიერთობებსაც გულისხმობდით. ხო, უკიდურესად გამწვავებული იყო ბოლო პერიოდში, მაგრამ აი ეს სირთულე რამ გადაწონა, ბაკურ? აი ზუსტად ამან, რაც გითხარით, იმან რომ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა ჩვენს ამომრჩეველში, მოქალაქეებში, განსაკუთრებით იმ ხალხში, რომელიც აქტიურ პროტესტშია, ისინი ელოდებოდნენ მნიშვნელოვან ნაბიჯს, სიმბოლურ ნაბიჯს ოპოზიციისგან, ერთიანობისგან. იმის მაჩვენებელს, რომ შესაძლებელია დაძლეულ იქნას ის წინააღმდეგობები, მათ შორის შინაარსობრივი განსხვავებები, რომელიც ჩვენ შორის არსებობს, იმ უფრო დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია უფრო დიდი ბოროტების ჩამოცილება. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენი აზრი განსხვავებული წარსულზე, ხომ? დღევანდელი რეალობა ისაა, რომ ქვეყანას ზიანს ყველაზე მეტად ის აყენებს, ვინც ხელისუფლებაშია, ვისაც სახელმწიფო ინსტიტუციები მიტაცებული აქვს. მას შეუძლია დღეს ყველაზე დიდი ზიანის მიყენება და ამას აკეთებს კიდეც. ქართული ოცნების, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკა არის ამის თვალნათელი მაგალითი. დღეს ალტერნატივა არ არსებობს იმისა, რომ ქართული ოცნება უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ხელისუფლება დაუბრუნოთ ქართულ ხალხს. სტრატეგიაზე საუბრობდით თქვენ, თითოეული ლიდერი ამ 9 ოპოზიციური პარტიიდან, რომელიც აკეთებდით განცხადებებს, კომენტარს მედიასთან, ხო? აი სტრატეგია, მე მინდა დაგისვათ კითხვა ამ სტრატეგიასთან კონტექსტში, შემდეგი მიმართულებით. არის ასე განიხილავთ ეს ალიანსი ქართული ოცნების საპირწონე გულისხმობ დამარცხებას, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ყველაზე დიდი ბოროტება და აუცილებლად უნდა გაუშვათ. მე ვარ ის მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელიც ცვლილებებს უჭერს მხარს არჩევნებზეც, არჩევნების მიღმაც და ღიად ვაფიქსირებ ამას. მაგრამ თქვენი სტრატეგიით
როგორ გაქვთ ეს წარმოდგენილი? დაძლევთ იმ სირთულეს, რასაც ქვია ივანიშვილის პარტიის დამარცხება? იმიტომ რომ აქ გასათვალისწინებელია, არ უერთდებიან ალიანს, მაგალითად ანა დოლიძე წეგან TV პირველის პირდაპირ ეთერში საუბრობდა, რომ ალიანსი ერთმანეთთან კი არა, ხალხთან არისო საჭირო და საერთოდ მისი მოსაზრება იყო ასეთი, რომ ეს არის ოპოზიციური ამომრჩევლის 20%, რომელიც ამ ალიანსში შემავალ პარტიებს უჭერს მხარს. არ უერთდება, გაგეღიმათ? რატომ? ჯერ ამაზე მაშინ მითხარით პასუხი და მე გავაგზელებ. აი ეს პროცენტების დათვლა ისე რომ ჯერ კვლევა არ ჩატარებულა ამის თაობაზე, არავინ არ იცის და ძველი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ არასერიოზულად მიმაჩნია. აჰა, გასაგებია. არ უერთდებიან ამ ალიანს არც ლელო და გახარიას პარტია საქართველოსთვის. აი ამიტომ სვამ კითხვას, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ალიანსი, ეს 9 პარტიის გაერთიანება მოიცავს სრულად ცვლილებების მოსურნი ამომრჩეველს? არა, რა თქმა უნდა, არა. მე მგონია, რომ არის ძალიან ბევრი პარტია, სამოქალაქო ჯგუფი, საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ ღირს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მე ვფიქრობ, რომ აი რატომ? ხო გქონდათ ალბათ ხო მცდელობები? ცხადია გექნებოდათ კონსულტაციები, გქონდათ? მე ვიცი რომ გქონდათ. არა, კი, ლელოსთან იყო ესეთი კონსულტაციები. საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ ამას ამენ, კი, მაგრამ ალბათ თვითონ უკეთ შეუძლიათ ამისი ახსნა, ხო, ჩემი საშუალებით ამაზე საუბარი ალბათ არ იქნება სწორი. თავიანთი არგუმენტები ალბათ მათ ჰქონდათ. ჩვენც ჰქონდა შიდა დისკუსია, როგორც გითხარით და შინაარსი რაც იყო, ალბათ მიხვდებოდით, ხო, ამ შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით. და არ იყო ესეთი ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ, რომ მოქალაქეებისთვის, იმ უმრავლესობისთვის, რომელიც შესაძლოა ჯერ აქტიურად არ არის პროტესტში ჩართული, მაგრამ სურს დაინახოს სანდო ძალის პროექცია, ხო? რომელიც იტყვის, რომ იცით რა, ჩვენ პროტესტ მიღმაც შეგვიძლია, რომ ქვეყანა გადავიბაროთ და მართოთ ისე, რომ ის იყოს გაცილებით უკეთესი და სანდო ხელში, ვიდრე ვთქვათ ქართული ოცნების დროს. აი აქ მე ვიტყოდი, რომ ისეთი პარტიები, როგორც არის თავისუფლების მოედანი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ალბათ ხვდებით რატომაც. რატომ? თქვენ როგორ არა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნების მთელი სტრატეგია ყოველთვის იყო აგებული ბჭყალებში სისხლიან 9 წელზე, იმაზე რომ ნაცმოძრაობა იყო გაცილებით უარესი ვიდრე ქართული ოცნება და იმ საფრთხობელაზე, რომ თითქოს აი ერთადერთი ალტერნატივა მაინც და მაინც ეს იქნება. ჩვენ ამით ვაჩვენებთ მრავალფეროვნებას და ვაჩვენებთ იმას, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგი პრაქტიკულად არის ყველა პარტია, ყველა მოქალაქე, რომლისთვისაც ძვირფასია ადამიანის თავისუფლება, თავისუფალი არჩევანი, ღირსეულად ცხოვრება და კეთილდღეობა. იმისთვის რომ დაამარცხო, ჯერ უნდა შეარყიო, უნდა შეაზანზარო და რამდენადაც ჩვენ ხვდებით ყოველ შემთხვევაში სტრატეგიაზე, როდესაც საუბრობთ ამ ახალი ოპოზიციური პარტიის, აქ ამ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება. მე მაინტერესებს აი უახლოეს მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ, როცა გეკითხებით, რომ როგორ უნდა შეაზანზაროთ, როგორ უნდა გააძლიეროთ პროტესტი ოცნების წინააღმდეგ. ოცნება იყო და არის უმძიმეს კრიზისში, ეს გაფორმებულია. ყველა ხედავს ამას და მათი მდგომარეობა ადასტურებს მათივე კრიზისს. სიახლეს საერთოდ აღარაფერი აღარ მოდის პარტიისგან, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაა. მაგრამ ამის პარალელურად ცოტა უფრო მოდუნებულია თითქოს საბრძოლო ველი, რომელმაც ეს კრიზისი ამ კრიზისში ამოაყოფინა თავი ივანიშვილს და მის პარტიას. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ არყევთ, როგორ აზანზარებთ? აი ხა, ვერ დაგეთანხმებით. ქართულ ოცნება ახალ რაღაცებს გვთავაზობს. მაგალითად, როგორ არა, გეტყვით ახლა. მეტი კონკურენცია ნიშნავს მაღალ ფასებს. ამას ამბობს. ხო. შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ არის მოთხოვნა უცხოპლანეტური ენების შესწავლაზე. მათმა შრომის კვლევამ აჩვენა, რომ თურმე საქართველოს ყოველ წელს 20
პროფესიონალი ჭირდება, რომელმაც იცის უცხო პლანეტური კიდევ ენა. კარგი რომ ნოდარ მელაძემ მოამზადა მაგ თემაზე რეპორტაჟი გადარჩა ახალი რაღაცები აქვს. ახალი უცხო პლანეტელების ენის ენების მე მგონი თანდათან ასეთ სიახლეებს კიდევ უფრო შემოგთავაზებენ. რას თქვენ თქვით მეორე მხარეზე, მე ვიტყოდი რომ აი სწორედ იმ მოდუნებულ პოლიტიკურ ველზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია, ეს არის იმ დაკვეთის შესრულება, რომელიც ქართულ ხალხს აქვს და მე ვთვლი რომ თანდათანობით ამ პროტესტის გაფართოება. სწორედ ასეთი პროცესი იქნება, როდესაც ის ხალხი, რომელიც დღეს თვლის რომ სტატუს კვოს შეცვლა მნიშვნელოვან რისკებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, მიხვდება იმას, რომ მეორე მხარეს არის ანგარიშგასაწევი ძალა და ეს ძალა არის მრავალფეროვანი, მაგრამ ერთი მიზნისთვის შეკრებილი, რომ გადაარჩინოს საქართველო და დააბრუნოს საქართველო იქ, სადაც მისი ადგილია. ეს არის ევროპული ოჯახი. მოდით მითხარით, აი შემოვიტან ხო კითხვებს, რომელიც დაუშვათ ამ ალიანსთან დაკავშირებით, კრიტიკულს გულისხმობ, არსებობს გაჩნდა, გავიგეთ ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ უნდათ ყველა პარტიის მოქცევა, თქვენ შემთხვევაში ეს გამორიცხულია, მაგრამ პროპაგანდას არ გაუჭირდება ეხლა, ესა ძალიან მოინდომებენ, ხო? და უკვე დაიწყეს კიდეც, მაგრამ მეორე არის ძალიან ცხადად მოახერხებ თუ არა დაანახოთ, რომ თქვენ მართლა გაქვთ ოცნების დამარცხების რესურსი, პირველ რიგში პოლიტიკური რესურსი, ეს მაქვს მხედველობაში. იმიტომ რომ არსებობდა ქარტია, სალომე ზურაბიშვილის ცნობილი ქარტია და ამ ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც შინაარსობრივად მაშინაც იგივე მიზნით იყვნენ აღმოჩნდნენ ამ ქარტიაზე ხელმომწერები, ხო და მაგიდის გარშემო სწორედ იგივე მიზნისთვის დასხდნენ. აი, რითი განსხვავდება ეხლა ეს მოცემულობა იმ ქარტიის დროინდელი მოცემულობისგან? მე ვიტყოდი რომ უფრო მომწიფდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა სხვადასხვა პარტიების იმისთვის, რომ რეალურ კომპრომისებზე წავიდნენ ერთმანეთთან, გადადონ თქვათ ის ანუ აქ ერთმანეთთან კომპრომისი არის მნიშვნელოვანი. კომპრომისი ერთმანეთთან კომპრომისი ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ შემთხვევაში კომპრომისი იმასთან, რა არის თქვათ შენი პარტიის უშუალო ამორჩევლის მიზანი და რა არის საერთოდ ოპოზიციური ამორჩევლის მიზანი, ამასთან კომპრომისი. ეს მნიშვნელოვანი კომპრომისებია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამისთვის ყველანი რაღაც ხარჯს ვიხდით. მაგრამ ისეთი სიტუაცია შეექმნა მართლაც ქვეყანაში, რომ შეუძლებელი გახდა იმისთვის შერიგება, რაც არსებობს და ფაქტია, რომ ფართო საზოგადოებაში, ჩვენ სამომრჩეველში იყო ძალიან დიდი მოთხოვნა იმაზე, რომ დაენახა კონკრეტული ქმედება ოპოზიციის მხრიდან, სიმბოლური ქმედება და ხა 9 პარტიის გაერთიანება, მე მგონია, რომ სათანადო პასუხი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს სათანადო პასუხი ზუსტად ასე გაგრძელდება და თანდათან დავინახავთ იმას, რომ ის შიში, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ნელ-ნელა მოიხსნება და აღარ შეგვეშინდება იმ ახალი აბსურდული და იდიოტური უკანონო კანონების, რომელსაც ქართული ოცნება ბეჭდავს. და ერთი კითხვა კიდევ, სად არის ოპოზიციურ ალიანსში სალომე ზურაბიშვილის როლი და ფუნქცია მისი? იცით რა, სალომე ზურაბიშვილი ამ კონკრეტული შეთანხმების შექმნაში და მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. არც გქონიათ თქვენ მცდელობა რომ მე პირადად არა, მაგრამ თქვენ პირადად არ გისვამთ ეხლა ბაკურ კითხვებს, გისვამთ როგორც თავისუფლების მოედან. მე ვიცი რომ თავისუფლების მოედანსაც არა. არა მხოლოდ თავისუფლების, ზოგადად ამ 9 პარტიიდან, როდესაც ერთმანეთს ესაუბრებოდით, არ გქონიათ მცდელობა რომ ზურაბიშვილით შეგეყვანათ ამ პროცესში. მე ვიცი რომ რამდენიმე პარტიას აქვს საკმაოდ მჭიდრო კოორდინაცია ხალბატონ სალომესთან. მისი განცხადებიდანაც ჩანს, რომ ის ამ წამოწყებას მხარს უჭერს და ჩვენს ბუნებრივია რომ მივესალმებით ამ ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის მხარდაჭერა, რომელსაც აქვს ხალხში ნდობა და რომელიც შექმნის იმ წინაპირობას, რომ საქართველოში დაწყებული დიქტატურის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდება. რას ელოდებით ყველაზე დიდ წინააღმდეგობას? ქართული ოცნება გამოვიდა
და თქვა დღესაც შეახსენა ალიანსში შემავალ პარტიებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დევს უკვე მომზადებული და შესული სარჩელი, რომლითაც უნდა აიკრძალოს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პაპუაშვილის სიტყვების გახსენება შევეცდები, ყოველ შემთხვევაში შინაარს ნამდვილად გავიხსენებ, აქვს გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ანუ ამ მომრჩეველზე დანარჩენებს მე ავკრძალავთო, როდესაც ისინი გახდებიან უფრო გავლენიანები. აი, შინაარსი დაახლოებით ეგ იყო, ხო? საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული სარჩელი დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს ამ 9 პარტიას. ეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება ასეთი კანონებით და ამ კანონების აღსრულებით თვითონ გადადის აბსოლუტურად უკანონო მდგომარეობაში. ეხლა ხო ვეძახით არალეგიტიმურს ამ პარლამენტს. ასეთი კანონით ის აბსოლუტურად ხდება იმ ქვეყნების რიგში, რომელთა ლიდერი არის თქვა ჩრდილოეთ კორეა და რომელსაც გვერდს უმშვენებს ავღანეთი. ასეთი კანონებით ის გაუსწრებს რუსეთსაც კი. იმიტომ რომ იქაც კი ასე თუ ისე დაშვებულია ოპოზიციური პარტიები, თუმცა ბუნებრივია არათანასწორ პირობებში, ისე როგორც ჩვენთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ აკრძალვაზე არავინ საუბრობს. ეს რაღაც შუა საუკუნეებრივი მეთოდებია, რომელიც საქართველოსთვის ნამდვილად არ გამოდგება, აბსურდი იქნება ეს ყველაფერი და დამთავრდება ქართული ოცნების უფრო უარესი და სწრაფი დასასრულით ვიდრე სხვა შემთხვევაში. კარგი, დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, რამეს ხომ არ დაამატებდით ამ ალიანსთან დაკავშირებით, რამე მნიშვნელოვანი მესიჯი ხომ არ გაქვთ მაყურებლისთვის, სათქმელი. მაყურებლისთვის შემიძლია თქვა ის, რომ რაც გსურდათ მოხდა, ეხლა თქვენი ჯერია, აღარ უნდა შეგეშინდეთ და ყველა პარტიას, რომელიც ებრძვის ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია და დაცული იყოს თითოეული ადამიანის თავისუფლება და ღირსება, შემოგვიერთდით ან აკეთეთ ეს ერთიანი საქმე, როგორც თქვენ გაგიხარდება